რა ხდება საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი ახლა მესტიაში იმყოფება, სადაც დაბის სიახლოვეს დაურკვეველი ბანაკია განთავსებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ შორის არიან შეიარაღებული პირებიც, ბანაკამდე მისასვლელი გზა სამხედრო პოლიციას აქვს ბლოკირებული. აღსანიშნავია, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ბანაკმა დაიკავა, ადგილობრივებს სახნავს ათასი ყანები აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ახლა უკვე უშვებენ მათ საკუთარი მიწის ნაკვეთებში, იქ ასევე უშვებენ ტურისტებსაც, თუმცა დღეს არც ერთი გადამღები ჯგუფი არ გაატარეს. ახლა მესტიიდან პირდაპირ ეთერში გიორგი მანჯავიძეს ვრთავთ. გიორგი, საღამომშვიდობის, ხომ არ გარკვეულა ამ ბანაკის წარმომავლობა? საღამომშვიდობის, სოფო, ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით გაგვერკვია თუ რა ბანაკია, რა სახის ბანაკია, განლაგებული არის ეს თავდაცვის სამინისტროსი თუ რაიმე სხვა სახის სხვა რომელიმე უწყების ბანაკი, თუმცა ამის გარკვევას ჩვენ ვერ მოახერხეთ. ადგილობრივი მოსახლეობა გვეუბნება, რომ აქ არიან შეიარაღებული პირები ამ ბანაკში დაბანაკებული, ადის ტექნიკა, რაღაც გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებსაც აწარმოებენ, თუმცა ამ ყველაფრის გადამოწმება საკმაოდ რთულია, ვინაიდან ბანაკამდე მისასვლელი გზა, რომელიც ჩვენს უკან ეგრეთ წოდებულ ლაგირის ტერიტორიაზე მდებარეობს, ეს არის მესტიაში, თვითონ ქალაქთან ახლოს. მისვლა ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს სამხედრო პოლიციას. იქ არის ეგრეთ წოდებული შლაგბაუმიც განლაგებული, სადაც არ უშვებენ. ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ შეგვიშვეს, თუმცა ჩვენ შევესწარეთ იმას, რომ ტურისტები, რომლებიც საკმაოდ ისეთი პოპულარული მარშრუტია, ეს ადგილი მათ თავისუფლად ატარებენ, თუმცა არ ფრთხილებენ, რომ ფოტოები არ გადაიღონ. ჩვენ ვეცადეთ შეკითხვები დაგვესვა თავდად სამხედრო პოლიციელებისთვის, ის თუ რატომ არ გვიშვებდნენ, თუ ეს გასაიდუმლოებული ობიექტია, მაშინ რატომ უშვებენ იქ ტურისტებს და სხვა ადამიანებს და ჩვენც რატომ არის ეს აკრძალული, თუმცა პასუხად მივიღეთ ის, რომ დააკავშირებოდით თავდაცვის სამინისტროს. აგვიხსენით, რატო არ შეიძლება მიზეზი გითხარით? პოსტი ხო აქ არის? ანუ თავდაცვის ობიექტია, თავდაცვის სამინისტროს ობიექტია? ნებართვაზე ვის უნდა მიმართ? დიდი მადლობა. ეფოჯი. ტურისტების შეიძლება ჩვენ სატუაციაა. დაცული ობიექტია ტურისტის სატუაცია. ადგილობრივმა მოსახლეობამ, მესტის მოსახლეობამ ჩვენ გვითხრა, რომ აქ ბანაკი დაახლოებით 9 წლის წინ მცირე ქვედანაყოფებმა ასე დავარქვათ პირობითად შექმნეს, იმყოფებოდნენ აქ მანამდე, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მოემატა ხალხის რაოდენობა, როგორც მათ გვითხრეს, შეიტანეს შეიარაღებაც და გარკვეული ტექნიკაც. მეტი სხვა ჯერჯერობით უცნობია, ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით შემოვლითი გზებითაც შეგვეღწია ამ ბანაკის ტერიტორიაზე, რომ რამენერად დაგვიფიქსირებინა უფრო ახლოს კადრები და გაგვერკვია თუ რა სახის ბანაკი იყო, თუმცა ყველა შემოვლითი გზა სამხედრო პოლიციას დაკავებული აქვს. დიდი მადლობა, მესტიიდან პირდაპირ ეთერში გიორგი მანჯავიძე საუბრობდა.